მოვედით საბაში, მეგობრებო. აბა როგორი? ეს ძალიან დიდი ხო არა? ჩვენთვის. დაეტევა? ლამაზი კი არის ფერი. გვაინტერესებს ავეჯი. დავეთვალიეროთ. კაი დროსია ახლა. მაშინ უნდა დაგვედგა. ახლა არა, ცოდოა ნატალი რა. ყოველ წამს უნდა აძურეს, ჩამოძურეს. ეს ცოწოლიანების ცოწოლებია რა გა? არგი. აი ეს ხო? აი, მოშინი რა? დაგის. ეს რა ზომა? ტელევიზორის თაროები. და მოგეკეთეს 220-იანი და 50-იანი დასავლები. ნუ ფასადი ამასწრებს აშკარად ვიზუალზე. ფერები ეს უფრო მომწონს, რა თქმა უნდა, ღია და ხის ფერში. სამზარეულო. გასაშლელი. კამები და მაგიდები. შინდა ძიუნის. დაუშვათ ესეთი რომ გავაკეთე. მაგის დედაცოა, მე არ ვიცი. გადავწყვეტს. სარეკლამო პაუზა ცოტა ხანი ვისვენებთ. ახლა ისე უნდა შევბრუნდეთ საბაში. ხვალებთან ვიგნებდა. შევჭამე ჩემი კინდერი, რა გემრიელია. ამახსენდა მაგის გემო. მოკლედ. როგორ მოგეწონა ლაშაფასები? კარგი. კარგია კი. გადასარევი. ისეთი კარგია შენ თუ გადაწყვეტე. ავეჯი სასწაულო. ფიქრობ მე უნდა ავაწყო. აუზბე და მე მოვაშორებ. და გადავალთ როდის? 2 წელს მერე. სავარაუდოდ მე ვავაწყო პირველჯერ რაღაცა რომ დაშლამობიცეთ და მიზანი გავაკეთე კარგი. ანუ ჩვენ რა ხა გვინდა გადასვლა. მეგარი თორე გონდეს. ახლა ვიჩალეჩები ჩემს რა. აი დიდი კონტეინერი რაც მაგაში უნდა დავუზადო, პირაში უნდა გადაიღო. ხო, მე არ მითქია, მეგობრებო, უნდა დავყიდეთ. ამიტომაც ჩქარობთ. გადასვლას სექტემბრის ბოლოს უკვე გადავიდეთ. და მაგიტო ახლა გავდივართ სულ რაღაცებს ვეძებთ, რომ იქნებ ვნახოთ ისეთი კარგ ფასში და სწრაფად გავაკეთოთ ყველაფერი. ხოდა ჩემი აზრით ხალაშამ რო გააკეთოს, ეგ ძალიან ცუდი იდეა. თუმცა არასდროს არ გაუკეთებია. არა ლაშა. იმედია ქირით გადასვლა არ მოგიწევს. რამდენი ისინი მოუძო ვიზიტი ეს კოლომეტიგი ეს ზოგი მაგიდის არის ზოგი საწოლი ზოგი კუხნის ზოგი გარდერობის რა კაია კარფუშია სიგრილია ამ კარფუში პირველად კაია მოკლედ მოვედით სახლში და ეხლა რაღაცებს ვზომავთ როგორი უნდა იყოს ის რა ქვია ჩვენი სამზარეულო და ასე შემდეგ
ვზომავთ რაღაცებს და ნახოთ აბა ძალიან დავიყოლე. ეს უკვე გავაკეთეთ, შევფუთეთ, შესაფუთი იმის ქვია გამათბობლის ქვაბის. მათი ვართ ნაყიდი გვაქვს, ტელევიზორი ნაყიდი გვაქვს, მაგრამ წინ კიდე ძალიან ბევრი რამე გვაქვს. საყიდელი, საბაში მოვიარეთ რაღაცეები, დავათვალიერეთ ფასები, გავიგეთ და ვნახოთ აბა რას ავარჩევთ. ძალიან დავიყოლე წელი მტკივა ახლა ერთი სული მაქვს სახშიროდის მივალ უკვე თან ისე ცხელა დღეს ძალიან ცხელია მინდია მობრუნდა მე მგონი სიცხეები ისე ასე რომ ესეთი ამბები მეგობრებო ერთი სული მაქვს უკვე როდის გადმოვალთ აქეთ სექტემბერში უეჭველი უკვე უნდა გადმოვიდეთ იმიტომ რომ როგორც ვთქვი ბინა გავყიდეთ და ამიტომ მოგვიწევს გადმოსვლა, მაგრამ თუ მზად არ იქნება, არ ვიცი, მაშინ რაღაცა სხვას მოვიფიქრებთ. მაგრამ წესით უნდა მოესწროს. არ ვაპირებთ ესე სწრაფად, მაგრამ მოვლენები სხვანაირად განვითარდა და ამიტომ ესე მოგვიწია. ესეთი ამბები, ჩემო ძვირფასებო და კარგებო. ბავშვები მარტოები არიან ახლა წავალთ სახლში და დღეისთვის დღევანდელი ცოტა ხანი იყო თბილისი თავისუფალი როგორც ჩანს ხალხი ჩამოგბრძანდა დასასვენებლად წასული თბილისი აგვისტო სიცხე საცობი ჩვენ კი მივდივართ ჩვენს საქმეებზე როგორც ყოველთვის რაღაცები უნდა ავარჩიოთ ამჯერად ავეჯის ფერები და ფერებში გვექნება შკაფჩიკები სამზარეულოში და ოთახებში ასევე კიროვის ქარხანაში არსებობს კიდე კიროვის ქარხანა ყოფილი უნდა შევარჩიოთ მასალის ფერები მეგობრებო ну ეხლა რასაც ვფიქრობ ღია ფერებს ვფიქრობთ რაღაცა სპილოს ცულის ფერში და ხის ფერში და დანარჩენი იქ რომ მივალ ნახოთ კარგად იმედი რომ იქნება კატალოგი და ავარჩევთ ფერებს ამ რკინის გზაზე პირველად ვახტებ ფერი მომწონს. აი, შედომ ხალე რა შეიძლება ცოტა. ჩვენი ლამინატი უნდა წამოვიღო, ხალხა მოყვითალო. ლამინატი. მოყვითალო თუ იქნება. ხო. ანა ესეთი. ხო, აი ესეთი. აი მე მგონი ჩვენ ესეთი ლამინატი გვაქვს იატაკზე ან ესეთი არა უნდა წამოგვეღო მართლა წამოვიღებ კაცი არ პრობლემა მე ხეს რომ ამაზე გამასკინებ რაღაც ხოლმე შავი სპილოს ძulis ოღონდ ნახე ეს არის ჭყიალა კაია ჭყიალა არა მგონი არა სადაჯობია ეს ყველა ჭყიალა აი ლაშა ვარდისფერი ეს არის რომელი ხო მაგრამ მუქია ძალიან აი ეს კაი ფერია უმე ეს ფერი მომწონთ აი ეს ორი ფერი მომწონთ ანეს არ ვიცი რომელი ავარჩიო ვფიქრობ პრიალას ალიშნიცასაც გადავხედოთ აბა ო ეს კარგია ეს ჩვენ საბეზანაში რომ კაფელი გვაქვს ვაფთი
რა ეს მომწ. კი, მეც. შეიძლება კი მოვა. და კალკულატორსაც მიდია. მე კი ხის მინდოდა აი ეს. ესეც მინდოდა, მაგრამ ის ბაზიაცელი. მგონი ეს ჯობია. ავედ მომეწონა ძალიან ფერი. მედიან ადრე გადაწყვეტილებას არ ვიღებ. აი ეს კაიფია. აი ეს ფერი ყველაზე მეტად მომეწონა. ხო, ესიც კაია. ცოტა ღიაა. ეს ძალიან ღიაა. ეს მოყვითალოა და აი ეს მე მგონი იდეალურია. თუმცა კამერაზე რა თქმა უნდა არ ჩანს. სამზარეულოს კარადებისთვის. ცივი ძლის ნახე არსად არ არის ხოლმე ეს ჩაი როგორ მიყვარს. გვირილის. მოკლედ მოვედით მეგობრებო მოდუსში. ამჯერად ტექნიკის სანახავად. მაინტერესებს აქ რა ხდება. არც ვიცოდი აქ ტექნიკა თუ იყო. ჩვენი საყვარელი შუნგარი. აქაც არის. ისე რომ ჩასაშენებელია. ხო, მაგრამ ჩვენ ხო ჩასაშენებელი გვინდა თუ ესეთი ჩელი? რა? შარფი, კაია შარფი. რამდენ პერსონაჟია ეს? ეს თეთრი. რამდენ პერსონაჟია? აბა ნახე, სადმე თუ წერია. ერთი აკლია. ერთი იმას ელექტროლუქს 1.11 აქვს. უჯრა. აი პატარა კოუზებისთვის და იმისთვის აქვს კიდე. 12. აი ხო გითხარით აკლია. აბა ეს გახსენი. თუ შეიძლება. აი ზემოთ ხედავ? კოუზებისთვის არის. ეს რომელი არის? შარფია ეს. კაია შარფი? მაგრამ ამას ნეტა ეს ფუნქცია თუ აქვს რომ იხსნება კარი. ტოშიბა. ო ეს ეთყობა პატარა როა ცოტა. გალანს. ეს მასალაა. უთოს მაგიდებით მინდა. ხო. როგორ უნდა ამოვიდეს ჩავიდეს როგორ უნდა ეს ესე აქვთ ხოლმე ბევრჯერ მივხვდი, მაგრამ აი ეს. და მაგრამ ეს რაღაც ხანერად არის. მაგრამ ამას ისიც ესეთი უნდა გქონდეს. ეგ უხდება მაგას. ბაკ ხდება მიკროვოლნოკები. გაზები. ლიქსელ. მე ამას შეხედავ. აი ეს ჯუბი. და ეს ახლა არის. ეს ბევრი ჯუბი კიდე. ერა. აი ამ დეკორს ვფიქრობ ტელევიზორის უკან. რო აქვთ ხოლმე ამაზეთ გაკეთებული, არ ვიცი, თუ მოუხდება რაღაც ისეთი ხაზები. არ ვიცი, რამდენად მოუხდება ხა ჩვენ იმას რა ქვია, კარადებს, რასაც გავაკეთებინებთ, ეგეც მოსაფიქრებელი გვაქვს. ისეთი დეკორი ტელევიზორის უკან. მოკლედ დავიღალე მეგობრებო. ამ სიცხეში სიარულით. მოკლედ რაღაცები დავათვალიერეთ, ავარჩიეთ, არა გვერდჩევი არაფერი. ჯერ ერთადერთი მანდ მოდუსში ფასდაკლებით არის ტოშიბას სარეცხი მანქანა 9 კილოგრამიანი და მე მგონი 7 კილოგრამიანი იყო, მაგრამ ეხლა ცხრიანი დავინახეთ, მე მგონი 1000 ლარი ვერს. ხოდა მოკლედ არ ვიცი, ვფიქრობ ლაშა, მეუბნება რომ 7 კერდა 6 მეტი არ ღირსო 6 კილოგრამზე მეტი ანის ყიდვა არ ღირსო, იმიტომ რომ ანუ რა ვიცი რაღაც მიზეზების გამო ცუდი არისო, არ ვიცი.
ანუ ხელოსნებიც ამბობენ, რომ 6 კილოგრამამდე რომლებიც არის, ისინი კარგები არის. ვერ გავიგე მე რომელი ჯობი არა და მინდა ისეთი რომ ბევრს იტევდეს და ბევრი სარესხი ჩამეტიოს ხოლმე. აი მაგალითად დიდი ადიელები და რაღაცეები და არ ვიცი რა უქნა როგორ მოვიქცე. და საერთოდ ტოშიბას მანქანა კაია თუ არა ეგეც არ ვიცი. ამიტომ მაგას ვფიქრობ ახლა. თორეფასი შედარებით ნორმალურია. ხო და მოკლედ არ ვიცი, ძალიან დაღლილი ვარ. სიცხისგან უფრო დავიღალე ვიდრე სიარულისგან და მაგიტო ვსტავატორმუზებ აჩქარეთ YouTube-ი თუ რამე. ვინც არიცით, ესე ვიდეოს ქვემოთ უნდა მიაჭიროთ თითი. თუ არ გინდათ მაგალითად პარამეტრებიდან აჩქარება, შეგიძლიათ აი ვიდეოს ქვემოთ აი აქ, მოკლედ აი ეს არის ჩემი თითი, მაგ ადგილას ესე მიაჭიროთ დიდხანს და ვიდეო თავისით აჩქარდება და თითს რო გავუშვებთ, მე ისევ ჩვეულებრივად წავა. ეს იმათვის ვინც არ იცის და რა ვიცი, იქნება აღმოჩენა იყო ეს თქვენთვის და მაინც იცოდეთ. ეს უნდა მეთქვა. და ისე პარამეტრებიდანაც ჩვეულებრივად კი შეგიძლიათ აჩქაროთ ვიდეო. რა ვიცი, მე საერთოდ ვაჩქარებ ხოლმე ვიდეოს ხშირ შემთხვევაში რა ესეთი ლაპარაკის ვიდეოებს. 1 და 5-ზე, ოღონდ 2-ზე არა, 2-ზე ძალიან სწრაფია. ზოგს 2-ზეც ვაჩქარებ, მაგრამ ძირითადად 1 და 5 ნორმალურია. ხოდა მოკლედ ესე რა და არ ვიცი, ტოშიბას მანქანა თუ გაქვთ ვინმე, სარეცხი მანქანა დამიწერეთ. Hyundai-ის მანქანებიც იყო, მაგრამ არ ვიცი, მაგის იმეშინია. მირჩევნია რამე ისეთი ბრენდი ცოტა. ცოტა უფრო სანდო, მაგ მხრივ, იმიტომ რომ სარეცხი მანქანაა მაინც და ბაცი ვარი კი ვიყიდეთ Hyundai-ისი და არ ვიცი, გავრისკეთ, ნახოთ როგორ იმუშავებს. გაზქურაც გვინდა, ღუმელიც გვინდა, ესეთი რაღაცეებიც მოკლედ ყველაფერი საძებარი არის და არ ვიცი, მივიღებ ყველანაირ რჩევებს ამ თემებთან დაკავშირებით. კარგი, ხარისხიანი, სანდომიანი ბრენდები მირჩიეთ და რაც მთავარია ბიუჯეტური. ძალიან მადლობელი ვიქნები. დამიწერეთ. იმიტომ რომ ახლა ეს მაგ პროცესებში ვარ, ვყიდულობ ეგ რაღაცეებს და ჭირდება. მოკლედ ხა ვყიდულობთ ეს რაღაცებს. სადმე თუ რამე აქცია არის და არ ვიცი, ეგეც შეგიძლიათ დამიწეროთ. ძალიან გამახარებთ. ხა და მოკლედ ვართ ესეთ ამბავში. სულ მაგ იმაში ვართ რა. ალია კოდში და სულ მაგ ფიქრებში ვართ. ხო და ვნახოთ აბა რას ვიზავთ. მეც ძალიან მაინტერესებს ჩემი ვლოგები მაგ ხრივ, როგორც მაყურებელმა რა შევხედო ხა ჩემ თავს. ძალიან საინტერესოა ეს პერიოდი და ეს პროცესი. როგორც მაყურებლისთვის და როგორც ჩემთვის. დროზე მინდა რომ დამთავრდეს. რო უკვე დავჯდეთ წყნარად ჩვენს გაწკრიალებულ ბინაში და ეს ყველაფერი უკვე მოშორებული გქონდეს, მაგრამ ჯერ წინ არის ხლაფორთი და ერთი ამბავი. აი ესეთი ამბები ჩემო ძვირფასებო, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მიკომენტარებთ, ვინც მიწერთ კეთილ კომენტარებს. ხანდახან პასუხს ვექცემთ ხოლმე, მაგრამ ერთიანად მე ჩამოვჭდები და ყველაფერს დაგილაიქებ და გიპასუხებთ. არ ვიცი, შეიძლება კომენტარებზე პასუხის ვიდეო ცალკე ჩავწერო, არ ვიცი ვნახოთ. ყველას უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასებო, ეხლა უნდა დაგემშვიდობოთ. აბა ყველას კოცნით. ველოდები თქვენს კომენტარებს ამ თემებთან დაკავშირებით, რას მირჩევთ, რომელ ბრენდებს და რა ვიცი, თუ რამე კიდე გამახსენდება, მე შემდეგ ვიდეოშიც გეტყვით. აბა დროებით. კარგად. მომავალ ვიდეომდე.